ამ წუთებში ვაშინგტონში მიმდინარეობს სამძებრო ოპერაცია იმისთვის, რომ დაღუპულთა ცხედრები იპოვონ. მოხერხდა 28 ადამიანის ცხედრის აღმოჩენა და როგორც ამბობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, სავარაუდოდ ისინი მოახერხებენ ყველა ადამიანის ცხედრის პოვრას და მათ დაბრუნებას საკუთარ ოჯახებში. გარდაცვლილია 67 ადამიანი, როგორც თქვენ აღნიშნეთ და ეხლა საუბარი უკვე შეერთებული შტატების დედაქალაქში მიმდინარეობს იმაზე, შეიძლებოდა თუ არა თავიდან არიდება მომხდარის იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ფრენა იყო დაგეგმილი ფრენა, სამხედრო თვითმფრინავი სარწმუნოებელ ფრენას ასრულებდა, ხოლო ავიახაზები რეგულარულ ფრენას კანზასის შტატიდან ამერიკის დედაქალაქის მიმართულებით. ეს არის შეერთებული შტატების ისტორიაში 2001 წლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავიაკატასტროფა, მას შემდეგ რაც 2001 წელს ნოემბერში ნიუ-იორკში ვიხილეთ კატასტროფა, სადაც 200-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. პოლიტიკურ განცხადებებს რაც შეეხება ორივე მხარეზე პოლიტიკური სპექტრის რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც უსამძირებენ, რა თქმა უნდა, გარდაცვლილის ოჯახებს და ამ წუთებში სწორედ პრეზიდენტი ტრამპი მიმართავს მოსახლეობას მომხდართან დაკავშირებით საბრძივარი გამოთქვა ასევე პირველმა ლეიდიმ მელანია ტრამპმაც. იმაზე თუ როგორ გაგრძელდება უკვე სამძებრო ოპერაციები ადგილობრივი მთავრობა და ეს მოხდა ვაშინგტონის ვირჯინიის შტატში, თუმცა ვაშინგტონის საზღვარზე მდინარე პოტომაკთან ამბობს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ტემპერატურა ვარდება შეერთებული შტატების დედაქალაქში, შეიძლება ამან გაახანგრძლივოს ეს პროცესი, თუმცა როგორც უკვე აღნიშნე, მათ აქვთ იმედი, რომ მოახერხებენ გარდაცვლილი ადამიანების პოვნას. ამ წუთებში ასევე მომხდარს იძიებს დაიწყო გამოძიება ეროვნულმა ტრანსპორტის უსაფრთხოების საბჭომ, რომელიც ცდილობს დაადგინოს თუ ზუსტად რამ ხდებოდა ინციდენტი და რამდენიმე ინციდენტის დროს და რამ განაპირობა ის, რომ ორი თვითმფრინავი ერთმანეთს აირში შეეჯახა. საუბარი ასევე დაიწყო იმაზე, არის თუ არა უსაფრთხო ვაშინგტონისსა და რამდენად ხშირია კომერციული ფრენები და რამდენად ქმნის ეს დედაქალაქისთვის საჭიროებას. ეს არის ის ბოლო მონაცემები, რაც ამ დროისთვის გვაქვს. ვაშინგტონში მომხდარი ავიაკატასტროფის დეტალებზე ამერიკის ხმის ჟურნალისტი ანი ჩხიკვაძე საუბრობდა.